ეს არის სტილის არხი რადიო იმედზე. ნინო მეუნარდიესთან ერთად. დილა მშვიდობის კვლავ მოგესალმებით, მე დაგიბრუნდით გადაცემით ჯამთელი დილა, კლინიკა მზიური მედის და რადიო იმედის ერთობლივი პროექტი გახლავთ, როგორც ყოველთვის დღესაც აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. საჭირო რეკომენდაციები მშობლებს, რატომ ტკივათ თავი ბავშვებს, თავის ტკივილის გამოწვევ მიზეზებზე, მკურნალობის მეთოდებზე, პრევენციაზე ისაუბრებს სტუმარი, ბავშვთა ნევროლოგი გვანცა არველაძე. მოგესალმებით, ქალბატონო გვანცა. მოგესალმებით. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. დიახ, ქალბატონო გვანცა, ძალიან ხშირად გვესმის, ხო, ბავშვებისგან რომ თავი ტკივათ, თუმცა არ შემიძლია საუბარი ამით არ დავიწყო, როგორ განვასხვავოთ, როდესაც ბავშვები სიმულირებენ, ხშირად ხდება ხოლმე, იგონებენ თავის ტკივილს, ან და რეალურად, როდესაც ტკივათ თავი. მოდით ამით დავიწყოთ საუბარი და შემდეგ რასაკვირველია უკვე ვისაუბრებთ ბავშვებში ამის გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობაზე, გისმენთ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ჩვენ საუბრობთ თავის ტკივილზე, ანუ ცეფალგიაზე, რომელიც წარმოადგენს ესეთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს, ხო, საკმაოდ ხშირი არის ბავშვებში. არსებობს გარკვეული დაავადებები, რომლისთვისაც მხოლოდ ერთადერთი სიმპტომი შეიძლება იყოს თავის ტკივილი. ამიტომ საკმაოდ რთულია განსხვავება მშობლისთვის, აქვს ბავშვს თუ არა ესეთი ნამდვილი ხასიათის თავის ტკივილი, თუ ეს არის სიმულაცია, მაგრამ თუ თავის ტკივილთან ერთვის ხასიათობრივი ცვლილებები, ბავშვი არის შემაწუხებელი, შესაძლებელია უფრო მიხვდეს თუ არა და უკვე აუცილებელია კონსულტაცია ნევროლოგთან. რაც შეეხება თვითონ თავის ტკივილს, ბევრი მშობელი ფოთის მიზეზი ხდება, რადგანაც მოგეხსენება საკმაოდ საყურადღებო სიმპტომია და ისინი თვლიან, რომ ის შეიძლება იყოს მხოლოდ ნევროლოგიური მძიმე, ნევროლოგიური დაავადებების გამოვლენის მიზეზი, მაგრამ ეს ასე არ არის. თავის ტკივილი გახლავთ ძალიან ბევრი დაავადების სიმპტომი. ამიტომ განვასხვავებთ ჩვენ პირველად თავის ტკივილებს, მაგალითად ბავშვებში საკმაოდ ხშირია დაძაბულობის თავის ტკივილი, შაკიკური თავის ტკივილი, დეპრესიული და მეორადი. მეორადი ეს არის ტკივილები, რომელიც შეიძლება წარმოჩინდეს მაგალითად ტრავმის დროს, სხვადასხვა ინფექციის დროს, ვირუსის დროს, აი ხა კორონავირუსთან მიმართებაში შესაძლოა ერთ-ერთ სიმპტომად დასაწყისად იყოს თქვათ თავის ტკივილი. კი ბატონო, და ქალბატონო გვანცა, დიახ, თქვენ ახსენეთ შაკიკური თავის ტკივილი. ანუ ხშირად გვსმენია, რომ მაქვს შაკიკი, მაგრამ ზრდასრული ადამიანებისგან და ზოგადად აი რით განსხვავდება შაკიკი ჩვეულებრივი თავის ტკივილისგან და ბავშვებში რა გამოხატულება აქვს და მიზეზი მაინც რა არის ამის? შაკიკი ეს არის თვითონ მოდის ფრანგული სიტყვიდან და ნიშნავს ტკივილს თავის ნახევარში. მიზეზი გარკვეული ესეთი რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, თქვა ცისარღვოვანი წარმოშობის სხვადასხვა ჰიპოთეზები, მაგრამ ეტიოლოგია შაკიკის უცნობია. არის მოზრდილებში და ასევე ბავშვებში. ბავშვებში არის განსაკუთრებული თქვა შაკიკის ფორმები. ეს არის ციკლური ღებინება, აბდომინალური შაკიკი, ანუ შაკიკი, რომელსაც დამახასიათებელია მუცლის ტკივილი, ბავშვთა ასაკის ვერტიგო, თავბრუსხვევით მიდის ეს შაკიკი და ეს შესაძლოა იყოს ნიშნები, რომ მომავალში მოსდილობის ასაკში შესაძლოა განვითარდეს შაკიკი. გარდა ამისა, ჩვეულებრივი არსებობენ პაციენტები, რომლებსაც აქვს ბავშვები, რა თქმა უნდა, შაკიკური გამოვლინება. შაკიკისთვის ძირითადი დამახასიათებელი სიმპტომი არის ტკივილი ნახევარ მხარეს, სიტყვაც აქედან მოდის. არის ასევე გულისრევა, ღებინება, არის სინათლის აუტანლობა და განვასხვავებთ შაკიკის ორ ტიპს, აურით და აურის გარეშე. აურის შემთხვევაში ეს არის წინასწარი შეგრძნება იმის, რომ შესაძლოა განვითარდეს შაკიკი და ეს შეიძლება იყოს მოცილციმე წერტილების ხედვა, კოტომები, სხვადასხვა თქვათ პარესთეზიები, ანუ დაბუჟების შეგრძნება, დამბლაც კი შესაძლოა განვითარდეს თქვათ სხეულის გარკვეულ ნაწილში, ნახევარში. შემდგომ უკვე მამას მოყვეს ძლიერი ხასიათის თავის ტკივილი არის ძალიან მაღალი ინტენსივობის ტკივილი არის შეტევითი ხასიათის, ახასიათებს ღებინება, გულისრევა, ღებინება და გულისრევის შემდგომ ტკივილი თანდათანობით მცირდება და დამახასიათებელია სინათლის ხმაურის აუტანლობა და ხშირად ძილი ეხმარებათ პაციენტებს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. შაკიკის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი არის ეს შეტევები 6 თვის მანძილზე მაინც მიმდინარეობდეს. კი ბატონო, და ზოგადად რაც შეეხება მკურნალობას, თქვენ თქვით, რომ თავის ტკივილის გამომწვევის შესაძლებელი იყოს
სხვადასხვა დაავადება, აქედან გამომდინარე ალბათ მკურნალობაც ინდივიდუალურია, თუმცა აი ესეთი გავრცელებული ფორმა, როდესაც აი უბრალოდ ბავშვს თავი ტკივა. საძაბულობის თავი ტკივა. აი ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რამე მედიკამენტით უნდა უმკურნალოს თუ უბრალოდ დაასვენოს ბავშვი? დაძაბულობის თავის ტკივილი არის ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირი გამოვლინება თავის ტკივილის. ეს არის თავის ტკივილი, როდესაც თავის ტვინში შიგნით არანაირი ცვლილება არ არის, ტკივნეულია თავის და კისრის კუნთოვანი აპარატი, დაჭიმულობა გვაძლევს ამ ტიპის თავის ტკივილს და უფრო ხშირად ეს თავის ტკივილი არის დღის მეორე ნახევარში. მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ ტკივილი უკავშირდება გადახვას, თუ ეს ტკივილი არის უფრო მეტად სკოლიდან ან სხვადასხვა აქტივობის და დაბრუნების შემდგომ თუ დაკავშირებულია შიმშილთან, სტრესთან. ამ შემთხვევაში საგანგაშო არ არის. თუ ბავშვის მდგომარეობა არ იცვლება და არის მხოლოდ ტკივილი, თუ ის აქტიურია, იკვებება, უარს არ ამბობს მისთვის საყვარელ ნუგბარზე, არ არის ქცევითი გამოვლინებები, რაღაცა ცვლილებები და ტკივილ გამაყუჩებლით ვახერხებთ ამის კუპირებას, მაშინ საგანგაშო არ არის, მაგრამ და მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ესევე აი წითელი დროშის სიმპტომები, რომლის დროსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და რაც შეიძლება გვაძლევდეს ინფორმაციას, რომ ეს ტკივილი უკვე არის საყურადღებო. ტკივილი, რომელიც იწყება ღამის მანძილზე, ტკივილს, რომელსაც თქვათ აღვიძებს ბავშვს, რომელსაც ერთვის ღედინება, გულის რევის შეგრძნება, ასევე მხედველობის გაუარესება, თუ ბავშვი უჩივის ორმაგ გაორებას ხედველობის სხვადასხვა დაბუჟების შეგრძნება, თუ იცლება მისი ქცევა, ემოციური სტატუსი, არის აგნებული ამ პირიქით ძალიან თქვათ დათრგუნული, ამ შემთხვევაში უკვე ეს არის ნიშნები, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. კი ბატონო, და აი თუ მაგალითად გართულებულია, ხო, ეს თავის ტკივილი და სისტემატურ რეჟიმში ბავშვს ტკივა თავი. ამ შემთხვევაში რა კვლევებს ატარებთ უფრო სწორედ და შემდეგ ანუ მკურნალობა რამდენ ხანს გრძელდება? კი ბატონო, პირველ რიგში სტანდარტულად, როდესაც არის თქვა თავის ტკივილი, სისხლის საერთო ანალიზი უნდა გაკეთდეს და ასევე შეიძლება ვთქვათ სისხლის ბიოქიმიური ანალიზის გაკვეთებაც, რათა მოვახდინოთ დიფერენციაცია. აუცილებელია განსაზღვროთ, რომ რამე ესეთი დაავადების სიმპტომს არ წარმოადგენს. ექიმმა უნდა გასინჯოს ნევროლოგიურად, აუცილებელია დეტალური ანამნეზის შეკრება, რადგანაც ეს ანამნეზი მაგალითად სპეციალისტი ეხმარება ძალიან მალევე გაძლევს ინფორმაციას, რომ არის ეს საგანგაშო სიმპტომები თუ ჩვეულებრივი დაძაბულობის ან დეპრესიული ტიპის თავის ტკივილი ან შაკიკი. ამ შემთხვევაში უკვე თუ ექიმი განსაზღვროს, რომ საჭირო არის კვლევის გავრცობა, უკვე გადავდივართ თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიულ კვლევაზე, რომელიც გვაძლევს დეტალურ ინფორმაციას და გამორიცხავს აი ესეთი საშიში ტიპის თავის ტკივილს, აი გაგიგიათ ალბათ ხო, ჰიპერტენზია, ქალაში გაწნევა, საკმაოდ გავრცელებული სიმპტომი არის და ესე ვთქვათ მოსახლეობაშიც არის გავრცელებული. საკმაოდ საყურადღებოა, რადგანაც ეს არის თავის ტვინში ქალაში დაწნევის მატება, ანუ სითხის მიმოქცევის დარღვევა, ლიქორის გამოყოფასა და შეწოვას შორის არის დისბალანსი, რადგანაც შესაძლოა ეს განპირობებული იყოს სხვადასხვა სიმსივნური პროცესით ან ჰემატომით, რომელიც ხელს უშლის ამ თავის ტვინის სითხის მოძრაობას. დიახ, ქალბატონ გვანცა და დასასრულს მინდა ვისაუბროთ არსებულ რეალობაზე, პანდემიას გულისხმობ, აქედან გამომდინარე, ბავშვები, მოზარდები ძირითადად ინტერნეტ სივრცეს არიან მიჯაჭვული ონლაინ რეჟიმში და აი დავუშვათ რა დოზებით არის ეს შესაძლებელი და როდის არის უკვე მავნებელი და იწვევს თუ არა თავის ტკივილს? ნამდვილად იწევს ჰიპერდოზირება ამ გაჯეტების თავის ტკივილს, გარდა ამისა არის ვთქვათ რაღაც ესეთი დეპრესიის ხასიათის თავის ტკივილები ესეთ ბავშვებში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს აქტივობები არის ჩანაცვლებული ძირითადად სახლში ყოფნით და ესევე გადატვირთული არის სწავლების მეთოდით და ეს უფრო გვაძლევს დეპრესიული ხასის ტკივილებს, რომელიც დაჭემულობის თავის ტკივილის ტიპის არის და ესე ვთქვათ აი
მუდმივ ხასიათს ატარებს, მონოტონური ყრუ ხასიათის არის. რაც შეეხება თვითონ რეკომენდაციას აი ამ გაჯეტებთან ყოფნის მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 2 წლამდე საერთოდ არ ვაძლევთ რეკომენდაციას, 2 წლიდან 6 წლამდე ეს არის გარკვეული დროით 1 საათით, მაგრამ ეხლა ეს რეკომენდაციები შეცვლილია, რადგანაც გარდა გასართობის საშუალებისა ეს გახდა აუცილებელი სასწავლო პროცესში მთელი დღის, მაგალითად ჩემი შვილები 4 საათამდე არიან დაკავებული, ესე ვთქვათ, აი ამ ინტერნეტს, რომელსაც ვიყენებთ სწავლისთვის. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ დანარჩენი თავისუფალი დრო ნაკლებად იყოს მოცული აი ამ ინტერნეტ სფეროთი და გაჯეტებით. დიახ, თუმცა არსებული რეალობა ისეთია, რომ ჯერჯერობით რთულია, ხო, რაღაც გარკვეული შეზღუდვების დაწესება ბავშვებისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ეს ყველაფერი დარეგულირდება, დასტაბილურდება, მაინც ამ კორონავირუსზე ვართ დამოკიდებული და თავის ტკივილი და კორონავირუსი. ანუ მაინტერესებს ზოგადად დამახასიათებელია თუ არა კორონავირუსისთვის თავის ტკივილი არის თუ არა ერთ-ერთი სიმპტომი. და ამით დავასრულოთ. არის ნამდვილად არის ერთ-ერთი სიმპტომი, შესაძლოა იყოს ერთი პირველი გამოვლინებაც, მაგალითად მე ვიცი ერთი პაციენტი, რომელშიც მიმდინარეობდა მხოლოდ თავის ტკივილის ტემპერატურის გარეშე და შემდგომ მოხდა დიაგნოზის დასმა. ამიტომ თავის ტკივილი ეს მოკლედ რეზუმეს გავაკეთებ. კი ბატონო, გისმენთ. მნიშვნელოვანი ბავშვებში, რა თქმა უნდა, არის გავრცელებული, მაგრამ საშიში მდგომარე უმრავლესად არ არის ეს საშიში დაკავშირებულია ფუნქციური ხასიათის თავის ტკივილებთან, დაძაბულობის, გადაღლის, დეპრესიული ტიპის თავის ტკივილებთან. საყურადღებოა იმ შემთხვევაში, თუ ამ ტკივილთან ერთვის ხასიათობრივი ცვლილებები, როგორც ვთქვით, ხედელობის პრობლემები, სმენის დარღვევა და ასე შემდგომ, თუ ეს მოვლენები ჩვენ არ გვაქვს და ბავშვს აქვს ექვემდებარება ტკივილგამაყუჩებელს, აგრძელებს ნორმალურ აქტივობას, მაშინ ეს არ არის საგანგაშო მდგომარეობა, უნდა მოვაწესრიგოთ რეჟიმი, უნდა დავეხმაროთ ბავშვს და გამოვიკლიოთ ძირითადად რა მიზეზი იწვევს, დავარეგულიროთ კვება, ძიოლ მოგეხსენებათ გარემო ფაქტორებითაც არის ხო, თქვა სტრესი, გადაღლა, ძილის დარღვევა, ტემპერატურის მატება ან დაბალი ტემპერატურა, გარემო ამანაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. საგანგაშო სიმპტომი უმრავლეს შემთხვევაში ბავშვებში არ არის, მაგრამ აუცილებლად არის დავადევნოთ თვალყური, რათა არ მოხდეს გარკვეული ფარული მიზეზების დაფარვა. დიახ, ასე რომ რაც შეეხება თავის ტკივილს, აუცილებლად ყურადსაღებია და მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მიაქცენ ყურადღება, ხო, განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი, როდესაც პატარებზე ვსაუბრობთ, ახლა 5-6 წლის ასაკში, ალბათ ცოტა უჭირთ ბავშვებს რაღაც გარკვეული, ხო, დაფიქსირება თავის მდგომარეობის, ასე რომ ჩვენზე მშობლებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. გაბატონ გვანცა, დიდი მადლობა, ესეთი საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო რეკომენდაციებისთვის. მე გისურვებ წარმატებებს და ჯანმრთელობას უპირველეს ყოვლისა. მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ბავშვთა ნევროლოგი გვანცა არველაძე, რაც შეეხება საუბრის თემას, ჩვენ ვისაუბრეთ ბავშვებში თავის ტკივილზე გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობაზე. კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბავშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ხუთშაბათს რადიო იმედის დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. რადიო იმედზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა დილიდან იწყება. ყოველ ხუთშაბათს 11-დან 12 საათამდე ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად.